ერთადერთ რამეს ხვდებით ადამიანები, ვინც ვცდილობთ, რომ არ ვიყოთ მიკერძოებული ამ წერილიდან და ამ ამბებიდან და ამ წერილზე წერილის ადრესატის ირგვლივ ვინც არის, ანუ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეაქციის მიხედვით, რომ ეს სისტემა ახლა არის ისეთ გამოუვალ ღრმა კრიზისში და ეს კრიზისი იმდენად სისტემურია, რომ მისი ოდნავ მაინც გაკეთილშობილება, ოდნავ მაინც შემოbrunება არის შეუძლებელი. ღარიბაშვილის წერილი ერთი მხრივ ადასტურებს რა ხელმძღვანელები ყავდა და ყავს საქართველოს ივანიშვილის ხელში, რომ ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის დაცლილი სახელმწიფოებრივი დემოკრატიული აზროვნებისგან, რომ მათთვის არაფერს ნიშნავს სახელმწიფო ინტერესი, ხალხის ინტერესი, კონსტიტუციის დაცვა, არამედ ისინი ზრუნავენ მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად და ეს წერილი ამის დასტურია ერთი მხრივ როგორც გითხარით, მეორე მხრივ კი ყველა ვწმუნდებით, რომ ივანიშვილის სისტემა სრულად გამოლპა იმ დოზით, რომ აღარ ექვემდებარება არანაირ შეკეთებას. კი ბატონო, ამ ნიშნების მიღმა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, შესაძლოა ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის არ იყოს ეს ცალსახა, ვთქვათ, ავტომატურად გასაზიარებელი, ამიტომ ცოტა ფოკუსი რომ, ვთქვათ, უფრო ახლოს მივიტანოთ, რა არის ყველაზე მძიმე რა ჩანს ამ წერილებით, სისტემაზე, პატიმართან ურთიერთობაზე, თანამდებობის ყოფილ ეს თქვათ, ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, გვინდა არ გვინდა და სისტემის შიგნით რა ტიპის დაპირისპირება მიდის. ასევე ისყვება თითქოს მთელი ამ ბრძოლის მის წინააღმდეგ მიზანი არის, რომ ის ჩამოშორდეს პოლიტიკას, რომ ამის 1%-იანი რისკიც არ არსებობდეს. ცოტა არასერიოზულად მიიჩნია რამდენიმე სტუმარმა ამ თემაზე ვილაპარაკეთ მე სხვა ეთერშიც, სადაც ისინი ამბობენ, რომ 5 წლიანი პატიმრობის შემდეგ ღარიბაშვილი მოვიდოდა თუ არა პოლიტიკაში, ეს დღეს რა პრობლემას შეიძლება უქმნიდეს ქართულ ოცნებას. ანუ რამდენად სერიოზულია ის ყველაფერი, რაზეც წერს ღარიბაშვილი. საქმე ისაა, რომ ივანიშვილის დანაშაულებრივი ექსპერიმენტის პირობებში და თუ ეს ექსპერიმენტი კვლავ გაგრძელდა, ყველაფერია შესაძლებელი. ღარიბაშვილის დაბრუნებაც, კობახიძის დაპატიმრებაც, მერე კვლავ მისი დაბრუნება, თავად ივანიშვილის დაპატიმრებაც, ყველაფერია შესაძლებელი, იმიტომ რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა შექმნეს ისეთი ანომალიური სისტემა, რომელიც ანადგურებს ყველას და ყველაფერს, რაც ოდნავ მაინც საფრთხეს უქმნის ამ სისტემის მდგრადობას. სისტემა კი თავისი არსით არის უსამართლო, არადემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ვიტყოდი, იმიტომ რომ ის არის სრულ წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. მე ვფიქრობ, რომ უპირველესად ქალბატონო დიანა, ეს უნდა ვთქვათ. ჩვენ ხშირად მე მათ შორის შესაძლოა ვაკეთებ კომენტარს და გვავიწყდება, რომ ჯერ კიდევ საქართველოს აქვს მოქმედი კონსტიტუცია. ეს კონსტიტუცია თავისი არსით არის საკმარისად დემოკრატიული და ის მმართველობა, რომელსაც ივანიშვილი და დღეს ივანიშვილ-კობახიძე გვთავაზობენ, არის აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური, არსით ანტიკონსტიტუციური, შესაბამისად ეს სისტემა, ეს პროცესი ახლა ღარიბაშვილის ირგვლივ და ბევრი სხვა რამ აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ეს ქმედება, თითოეული ქმედება არის ანტიკონსტიტუციური. მე ვიტყოდი, რომ ოდნავ ნორმალურ სადაათორემ, ოდნავ ნორმალურ ვითარებაში ამის გამო ეს ბატონები და არა მხოლოდ ღარიბაშვილი უნდა იყვნენ დაკითხვაზე. მინიმუმ ამათ მიმართ იქნებოდა აღძრული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს მინიმუმ დინარაძის მიმართ, რადგან ნახსენები იყო პერსონალურად, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საეჭვოა, რომ ის ერთპიროვნულად ყოფილიყო ამ ტიპის შეთვლის ინიციატორი. დიახ, თუ წერილს დავეყრდნობით მინიმუმ დინარაძის მიმართ, მაგრამ მე ამ წუთას გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს განვიხილავ, ჩვენ სულ აქ ვჭირდებოდა ღარიბაშვილის წერილი იმისათვის, რომ რამდენჯერ დაგვენახა და დარწმუნებულიყავით იმაში, რომ
ივანიშვილის მმართველობა ახლა უკვე არა სიტყვით, ესეც კი კატასტროფა იქნებოდა, მაგრამ საქმით არ ღვევს დღენიადაგ საქართველოს კონსტიტუციას. მე აქ სხვათა შორის დავსვამდი წერტილს და ვიტყოდი ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს. აი თუ ამის მიმართ ჩვენ გვექნება შემგუებლობა საქართველოს საზოგადოებას, მაშინ ჩავთვალოთ რომ ყველაფერი გაუვა ამ რეჟიმს. იმიტომ რომ დღისით მზისით ვიმეორებ, ისინი ანადგურებენ საქართველოს უმთავრეს და ქართველი ხალხის უმთავრეს დემოკრატიულ მონაპოვარს. ეს არის კონსტიტუცია, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას თეორიულად ახლა უკვე, რომ კონდეს ნორმალური დემოკრატიული მართლობა და რომ ხალხის ერთობა, ანუ მოქალაქეთა ერთობა განსაზღვრავდეს ქვეყნის ბედს. კონსტიტუციაში მკაცრად არის განსაზღვრული რა როგორ უნდა იყოს ქვეყანაში, მათ შორის მისი საგარეო კურსი და თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ არსებით პუნქტს, მუხლს, თავს ამ კონსტიტუციაში დაწყებული ადამიანის უფლებებიდან, დემოკრატიული ინსტიტუტებით, თუ კვლავ ვიმეორებ საგარეო პოლიტიკით, რომელიც არ არის არა დარღვეული. ახლა დარღვეული უკვე საკმარისია სიტყვა იმისათვის, თუ ეს დასტურდება, რომ ეს ბატონები მიეცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მე ახლა გამოვიყენებ ძალიან არსებით ქართულ სიტყვას. ფეხქვეშ გათელილია თითოეული ეს მუხლი, პუნქტი ჩვენი კონსტიტუციის. შესაბამისად, რაზე უნდა ვისაუბროთ ან რას მეუბნება მე როგორც ერთ მოქალაქეს, ღარიბაშვილის წერილი იმ ადამიანისა, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში თავად მიიღო გადამწყვეტი მონაწილეობა კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვის პროცესში. და ახლა იმიტომ რომ მას რაღაც შეეხო და რაც არ უნდა იყოს და რამდენადაც დამრღვევი არ უნდა იყოს, ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, მისი უფლებები მაინც სრულად უნდა იყოს დასული და გარანტირებული, ეს აქსიომაა, ეს ისე რომ იცოდეს ირაკლი ღარიბაშვილმა, იმიტომ რომ როცა ის პრემიერი იყო, სხვისი უფლებები მას არ ადარდებდა. ნებისმიერის კანონიერი უფლება ქვეყანაში შეიძლებოდა დარღვეულიყო, უხეშად თუ ის გადაიღებებოდა პარტიულ ინტერესს, ივანიშვილის ინტერესს. და ღარიბაშვილი ამ ხრივ იყო საუკეთესო შემსრულებელი, უნდა ითქვას. დღეს რაღაც პრობლემა გაუჩნდა მას პირადად და ის მოთქვამს ამის თაობაზე. და ერთ სიტყვასაც კი, წარმოიდგინეთ თავაზიანობის გამო, არ ვიცი, ნუ თუ არავინ არ შეიძლება ურჩიოს, ვისაც მისთვის წერილი შეაქვს, ოჯახის წევრს, ადვოკატს, ვინმე სხვას, რომ ერთი სიტყვა თქვას ქვეყანაზე. ერთი სიტყვით ახსენოს რა შავ დღეშია დღეს საქართველო და ერთი სიტყვით მაინც გამოხატოს მისი პირადი პერსონალური პასუხისმგებლობა ამის მიმართ. ეს ალბათ შექმნიდა შთაბეჭდილებას, რომელიც ისედაც არაკლია ჩემი დაკვირვებით ამ პროცესს, რომ ის რაღაც აქტიურ პოლიტიკაშია და პოლიტიკური ამბიციები აქვს და არა მხოლოდ თავს და ოჯახს იცავს, როგორც ცდილობს განმარტოს დრო და დრო თავის წერილებში. ხო, თუკი ჩვენ მეტზე ამბიციას გამოაჩენდა შეიძლება ეს რაც თქვენ ვაპარაკეთ. თუ საკითხს მიუდგებით ასე ვიწრო, პირადი ინტერესიდან გამომდინარე, მაშინ ყველაფრის შეგვეშინდება და საკუთარი ჩრდილისაც შეგვეშინდება. დღეს ეჭირთ ამ ბატონებს. თქვენ ხომ კარგად ყველა ხვდებით, აი მსმენელს მივმართავ, რომ საკმარისია ხვალ კობახიძე არ იყოს პრემიერ-მინისტრი და მას რა პრობლემები შეექმნება. ან ნებისმიერ სხვას ამ სისტემაში. რა თქმა უნდა. მხოლოდ ფორმულას და TV პირველის მიკროფონი რომ დავინახე ღარიბაშვილის ადვოკატებთან, როცა საპატიმროდან გამოდიოდნენ, ვთქვათ, ესეც ეს ნიშანი იყო, რა შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება მოხდეს, მათ შორის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ექსპერტების კომენტარები ცხადყოფს, როგორ იცვლება, ეს ვთქვათ, ფირი, როცა ბრუნდება, როგორი ტალღა მოყვება სწორი შენიშვნაა, გეთანხმებით და სხვათა შორის ყველამ უნდა გაითვალისწინოს გულის სიღრმეში მაინც დღეს რომ ხელისუფლებაში არიან ივანიშვილის ჩათვლით, რომ შეიძლება დაუდგეთ მომენტი, როდესაც არავინ იქნება მათი დამცველი თუ არა ჩვენ. ჩვენ ისინი, ვისაც ეს ბატონები დღეს მიიჩნევენ მტრებად, ქვეყნის მტრებად, აგენტებად. ჩვენ ვიქნებით ისევ თქვენი უფლებების დამცველები. ეს არაერთხელ დადასტურდა. ღარიბაშვილის საქმეც აქამდე მივა, თქვენ ამას ყველა დაინახავთ, რომ ის იქნება ჩვენი დასაცავი. იმიტომ რომ მას
ამ სისტემის კორუმპირებული, მიკერძოებული, სამართალდამცავი, ეგრეთ წოდებული სისტემა, პროკურატურა, სუსი და სხვა ცხადია არათუ არ დაიცავს, არამედ ბოლომდე გაწირავს. და საქართველოში აღარ დატოვა ივანიშვილმა და მათ შორის ღარიბაშვილმა, როცა ის მმართველობაში იყო და დღეს კობახიძემ და სხვებმა არ დატოვეს ერთი ნაგლეჯი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუცია. ერთი ნაგლეჯი, რომელიც ვინმეს ინტერესს დაიცავს. ერთი დამოუკიდებელი სივრცე არ დატოვეს. ამიტომაც ისინი გახდებიან მათ მიერ ზურგშექცეული, გარიყული სივრცეების, ანუ ჩვენი დასაცავი. ეს უნდა იცოდეს თითოეულმა მათგანმა ივანიშვილის ჩათვლით. ეს ისე ახლა თქვენ თქვით მნიშვნელოვანი რამ და ამაზე იყო ჩემი რეაქცია. კი ბატონო, არმას ივანიშვილის გამოხმაურებას თუ ელოდებით და რატომ გეკითხებით ამას? ზოგადად ეს პროცესი რამდენად როგორ შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ ფაქტია აზიანებს ოცნებას, იმიტომ რომ ოცნების მომხრეები მაგალითად შეიძლება ესე ვთქვათ ნაკლები მგრძნობელობა აქვთ რაღაც აქციის მონაწილეს ან პროტესტში ჩართულს ან ოპოზიციონერს როცა აკავებენ ან ცუდად ექცევიან, შეიძლება რაღაცნაირად დაბალია მათი მგრძნობელობა ამ თემაზე, მაგრამ როცა ხედავენ ღარიბაშვილის რა ტიპის პრობლემებშია, მისი წერილები ცხადყოფს ამის შესახებ, აქ შეიძლება არ კონდეთ იგივე ემოცია, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება კონდეთ მათ. თან ბევრი ამბობს ამის შესახებ, არ ვიცი პირადი გამოცდილება ვის როგორი აქვს, რომ ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერები საკუთარ თავს უფრო ღარიბაშვილთან უფრო აიდენტიფიცირებდნენ, ვიდრე მაგალითად კობახიძესთან. დიახ, სწორედ ასეა, მე ახლა ეს მინდოდა მეთქვა, არც ერთი პრემიერი ივანიშვილის არ ყოფილა გუნდში ისეთი პოპულარული, როგორიც იყო ღარიბაშვილი. არც ერთი. ცხადია, ის ჩემთვის თავიდანვე იყო მიუღებელი 2013 წლის ნოემბრის იმ დღიდან, როცა პრემიერად გაამწესა ივანიშვილმა და მე და ივანიშვილს ამ თემაზე ვქონდა საუბარი სხვათა შორის. მან პირდაპირ მითხრა, რომ შენ ღარიბაშვილისთვის ხარ მიუღებელი. ეს იყო მანამ ვიდრე ღარიბაშვილი სხვათა შორის პრემიერი გახდებოდა. და მეუბნებოდა და მთხოვდა, რომ მე დარჩენილიყავი გუნდში, მაგრამ გასაგები იყო, რომ გუნდში, სადაც ყველაფერი ამოტრიალდა, სადაც დემოკრატიას აღარ ქონდა არანაირი ფასი უკვე 2013 წლის მიწურულისთვის და ღარიბაშვილის გაპრემიერებით ეს ფაქტობრივად გაფორმდა, აზრი ყოფნას არ ქონდა. მე იმის თქმა მინდა, რომ რა თქმა უნდა დღევანდელი აქტივისტებისთვის თუ ხელმძღვანელებისთვის ოცნების გაცილებით უფრო მტკივნეულია ის რაც ხდება ღარიბაშვილთან მიმართებაში, ვიდრე ვთქვათ თუნდაც გახარიასთან მიმართებაში, ან ნებისმიერ სხვა ყოფილ პრემიერსთან, მით უფრო კობახიძეს რომ ეს დაემართოს. კობახიძეზე გახარიასთანაც ჰქონდათ ნაკლები ბმა და ეს ვთქვათ დნმ-ით ვერ გრძნობდნენ რომ ეს აი მაგალითად კობახიძე რო წარმოვიდგინოთ ქალბატონო დიანა, რეაქცია არავის არ ექნება. საერთოდ არ ექნებათ რეაქცია, ვფიქრობ რომ ბევრს გაუხარდება მისი ჩამოშორება, რაც როგორც ჩანს შეიძლება საკმარისად არ ვიცი მალე თუ როდის, მაგრამ მაინც ვარაუდობ რომ როგორც ჩანს დროის საქმეა ახლა უკვე, იმიტომ რომ კობახიძე თანდათან იმ მდგომარეობაშია, როცა მან ამოწურა საკუთარი თავი. თქვენ მკითხეთ ივანიშვილი თუ გააკეთებსო რამე განცხადებას, გააკეთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩათვლის რომ გასაკეთებელია, აქ დავაზუსტებ რისი თქმა მინდა, მას არ აქვს სენტიმენტები და ვფიქრობ რომ უშინდელი მისი ფავორიტი ღარიბაშვილი რა დღეშია დღეს, რამდენად მართლა უჭირს ან არ უჭირს ივანიშვილს არ გონია ეს მანდამაინც ადარდებდეს, მას ადარდებს ერთადერთი რამ, რომ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც დღეს არის და განსაკუთრებულ საქართველოს ირგვლივაა, ასე დაზიანებულ ფონზე შეერთებულ შტატებთან, ევროპის კავშირთან, უახლოეს პარტნიორებთან და ასეთ უკიდურეს კრიზისულ ვითარებაში, რაც ქვეყნის შიგნითაა უკვე ამდენი ხანია, ივანიშვილს სხვა გზა არ დარჩენია თუ არა იფიქროს მხოლოდ საკუთარი ტყავის თავის გადარჩენაზე და ამ ხრივ მას სულ არ ადარდებს ღარიბაშვილი. ღარიბაშვილის დარდით გააკეთოს თქო არ მიგულისხმია სწორედ თავის გადარჩენის, თავის ტყავზე ზრუნვის კონტექსტში, რომ რაღაცა ახსნას
იმიტომ რომ ასევე დღეს გაიხსენა ერთ-ერთმა სტუმარმა გახარიას ოპოზიციაში წასვლიდან ძალიან მალევე პოლიტიკიდან ფორმალურად, მაგრამ მე რამდენად წასული ივანიშვილი, რომელიც ამ გუნდს უბარებდა, რომ არც დამირეკოთ და აღარ შეგაწყენთ თავს, მხოლოდ დაბადების დღეები მომილოცეთ, ძალიან მალე განცხადება გაავრცელა და აუდიტორიას აუხსნა, რომ გახარიამ მასთან არაფერი კავშირი არ ქონდა, რომ მოკლედ არაგერიოთ, ჩემიანი არ გეგონოთო. გეთახმებით, მეც ამას ვამბობ, რომ ღარიბაშვილთან პერსონალური არანაირი ბმა, წარსულის ემოცია თუ სიახლოვე ახლა ივანიშვილს ცხადია არ ამოძრავებს, მას ამოძრავებს მხოლოდ პრაგმატული ინტერესი, საკუთარი თავის გადარჩენის ინტერესი და თუ ამ ინტერესში იქნება დღეს ან ხვალ რომ ღარიბაშვილი კიდევ უფრო მეტად ჩაიციხლოს, ის ჩაიციხლება და კანონი აქ იქნება, რა თქმა უნდა, არაფერ შუაში, თუ საჭირო იქნება მისი გათავისუფლება და შემოbrunება ისრების მოტრიალება, ვთქვათ, კობახიძის წინააღმდეგ ან სხვა მიმართულებით, ესეც გაკეთდება, ამ ხრივ ივანიშვილს არ უჭირს ხოლმე იმპროვიზაცია, უნდა გითხრათ პირდაპირ. ის ამ ხრივ არც არაფერს ერიდება, არც მის გუშინდელ ნათქვამს, არც რაღაც პირობას, არც დადებულ ფიცს. ამ იმპროვიზაციის იმედად იყო ღარიბაშვილი, შეიძლება ფიქრობდა, რომ ახლა წავიდოდა საპატიმროში, მორჩილად, როგორც წავიდა, მაგრამ მალე, ვთქვათ, უკაცრავად ივანიშვილი აიცრუებდა გულს კობახიძეზე და ღარიბაშვილის შემოbrunების თუ არა, ყოველ შემთხვევაში გათავისუფლების ეტაპი შეიძლება დამდგარიყო და მან უბრალოდ დაინახა, რომ იქ კიდევ უფრო უმძიმებდნენ თუ წლებს არა, ყოველ შემთხვევაში ბრალს და ტვირთს და მოკლედ გადაწყვიტა ამის გამო ხმის ამოღება. ქალბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ შორის მეც ახლა ვისმენ რა თქვენს შეკითხვას და ცხადია ასეთი შეკითხვა მსგავსი შეიძლება გქონდეს არაერთ ჩვენს თანამოქალაქეს, ვალდებული ვარ რომ ჩემი ვარაუდი ვთქვა, მაგრამ ჩვენი ტრაგედიაც ხომ სწორედ ისაა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენ ვარაუდებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ ამ ნაწილში და არ გვაქვს იოტის ოდენა იმედიც კი სამართლიანი გამოძიების ან სამართლიანი შემდეგ ჩაავრის. ღარიბაშვილს არა აქვს და დიახ. არავის არ აქვს. მოდით პირდაპირ ვთქვა, არც კობახიძეს არ აქვს. კობახიძემ ზუსტად იცის, რომ ხვალ რომ მას ფეხი დაუსრიალდეს, ხვალ რომ ის გაირიცხოს გუნდიდან, არავინ არ იქნება მისი დამცველი. თუნდაც რაღაც ერთ საკითხში იყოს სამდე მართალი, ერთში ხომ შეიძლება ყველა იყოს, მათ შორის ღარიბაშვილიც, რაღაცაში მართალი. იმ სიმართლესაც ვერ დაადასტურებს და ვერ დაამტკიცებს. აი ეს არის ამ სისტემის წაბილწულობის, მისი აბსოლუტური ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი, ვიტყოდი ასე და ბუნება. და ამიტომაც რაც უფრო მალე გამოფხიზლდებიან, მე კი ნაკლები იმედი მაქვს პირდაპირ გეტყვით, რომ ვინმე ახლა გამოფხიზლდება, იმიტომ რომ მთელი ეს გუნდი ახლა არის საკუთარი ხელით შექმნილი, თანამონაწილეობით შექმნილი ამ ჩამომპალი, მაგრამ უკიდურესად სახიფათო და ღრმად კორუმპირებული კლანური სისტემის მძევალი, ნაწილიც და მძევალიც და ნებისმიერი მათგანია ამ მდგომარეობაში. და თუ ვინმე მკითხავს ივანიშვილი არის თუ არა, ვიტყოდი რომ ისიც არის. მან მოახერხა და ამ 14 წლის განმავლობაში შექმნა ისეთი სისტემა, რომლის მძევალი უკვე თავადაც არის. მე სულ არ გამოვიწყავ ერთი შანსიც რომ კონდეს კობახიძეს, რომ ახლა რევანში მის ხელში იყოს, თქვა და ივანიშვილი კედელთან მიაყენოს, კუთხეში მიაყენოს, ის ამას გააკეთებდა. უბრალოდ როგორც ჩანს, ახლა ამის შანსი მინიმალური აქვს მას. ხვდებით და თუ ამას გააკეთებდა, ნიშნავს რომ ივანიშვილი თავად იქნებოდა სხერბლი. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს რას ვამბობ ახლა მე და ამას პირველად არ ვამბობ სხვათა შორის. რახანია ვამბობ, იმიტომ რომ აქ ივანიშვილზეც აღარ არის უკვე საქმე. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ბატონებმა საკუთარი მეცადინეობით, საკუთარი ბოროტი განზრახულობით შექმნეს იმგვარი სისტემა, ჩვენ რო ვამბობთ რუსული სისტემა, რატომ რუსული? იმიტომ რომ სწორედ რუსეთშია დღეს ასეთი რეჟიმი. აი ამიტომ ვამბობთ, ეს არის საწყენი, ეს არის ფაქტი. რა გწყინთ ბატონებო? თქვენ ზუსტად ისე მოქმედებთ, როგორც მოქმედებს პუტინი იმ დიდ ქვეყანაში, ტერიტორიულად დიდში.
თქვენ რომ გქონდეთ შანსი, თქვენც იქნებოდით აგრესორი. ამის შანსი არ გაქვთ. შესაბამისად, თქვენ გაქვთ აგრესია ჩვენს მიმართ, საკუთარი საზოგადოების მიმართ. თორემ თქვენ ხართ ბუნებით აგრესორი. თქვენ ხართ ბუნებით ნორმალურობის მტერი. და აქედან გამომდინარე მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ცხადია ღარიბაშვილის საქმეში სიმართლეს ჩვენ დღეს ვერ გავიგებთ. ამის ილუზია არავის არ შეექმნას, იმიტომ რომ ეს საქმე ისე შეიძლება ჩაიფარცხოს, როგორც ჩაფარცხულა არაერთი სხვა რამ და დღეს რომ მოლაპარაკეთავებია მდინარაძე თუ კობახიძე თუ ნებისმიერი სხვა, ხვალ შეიძლება საერთოდ არ იყვნენ სცენაზე, სხვები გამოჩნდნენ, ჩვენ უბრალოდ უნდა ვხვდებოდეთ, რომ არც ღარიბაშვილი ყოფილა მთავარი და მით უფრო დღეს არ არის, თუმცა მისი უფლებები როგორც მოქალაქისა დასაცავია, ამას ყოველთვის გავიმეორებ. მეორე, არც კობახიძეა უკვე საინტერესო, არც მისი მდინარაძე და არც ერთი სხვა, იმიტომ რომ ესენი არიან ერთი მხრივ სისტემის შემოქმედები, დამნაშავეები პოლიტიკურად და სამართლებრივად ამ კორუმპირებული დანაშაულებრივი სისტემის ჩამოყალიბების საქმეში გაწეული წვლილის გამო, მაგრამ ჩვენ უნდა ვხვდებოდით, რომ თავი და თავი ამ ყველაფრის არის უკვე თავად სისტემა, არა ერთი კაცი თუნდაც ივანიშვილი, არამედ სისტემა, რომელიც მემეჩვენება, აი ხა ერთი ვარაუდი მინდა გამოთქვა თქვენს ეთერში, რომ შესაძლოა გარკვეულწილად სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდეს მაშინაც კი თუ ივანიშვილი არ იქნება სათავეში და საერთოდ ივანიშვილი არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სისტემები, ვიცით რეჟიმები დამოკიდებული ერთ კაცზე, ერთ ბოროტ შემოქმედზე და ამ ასეთი შემოქმედის, ასეთი ავტორიტარი რეჟიმის თუ დიქტატორის პროცესიდან სხვადასხვანაირად, მაგრამ გასვლის შემდეგაც სისტემას შეუნარჩუნებია გარკვეული პერიოდი სიცოცხლის უნარიანი. არმაზ, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ილუზია არ შეგვექმნას. ჩვენ გვჭირდება ალტერნატივა, ქალბატონო დიანა, დაგემშვიდობებით. კი ბატონო, ვილაპარაკეთ. ამით მინდა დავასრულო, გვჭირდება ალტერნატივა პოლიტიკური, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს, რომ ამ იწილოს ამ დანაშაულებრივ ექსპერიმენტს დავასრულებს და აღარასდროს არაფერ მსგავს არ იქნება მსგავს ადგილი საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა, არმაზ ახვლედიანი პასუხობდა ჩვენ კითხვებს.